მშვიდობის და ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია გადაცემა ნაცნობი სახეები. ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ გორელებისათვის კარგად ნაცნობი პოეტი გიორგი მახარობლიძე ოჯახურ გარემოში. ბიოგრაფიული შტრიხები. დაიბადა 1960 წლის 18 თებერვალს ქალაქ თბილისში. 1976 წელს დაამთავრა გორის ნომერ 1 საშუალო სკოლა. 1980 წელს ჩაირიცხა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო ინსტიტუტში ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. პარალელურად მუშაობდა გორის რაიონის სპორტ კომიტეტში მეთოდისტად. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობას აგრძელებს გორის რაიონის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში. ამჟამად კი მუშაობს საქართველოს მწერალთა კავშირის გორის განყოფილებაში ლიტერატურის კონსულტანტად. პოეტი გიორგი მახარობლიძე ჩვენთან საუბარში იხსენებს, რომ ბავშვობაში არც თუ ისე ცელქი ყოფილა. როგორც ყველა ბავშვს, მასაც უყვარდა ბურთის თამაში, ომობანა და დამალობანა. გიორგი მახარობლიძე ბავშვობის პერიოდში იმ ლექსებით, ზღაპრებით და მოთხრობებით სუნთქავდა, რასაც მშობლები უკითხავდნენ. შვილის ნუკრის ნაამბობიდან დაწყებული ტომ სოიერით დამთავრებული. მისი თქმით, არც დამთავრებულა ეს პერიოდი. იგი მამაა და თავის შვილებთან ერთად კითხულობს თავიდან ყველაფერს და ბავშვობაში ბრუნდება. ბავშვობა მისი აზრით ყოველთვის ამაღლებული და ჯადოსნურია. პირველი ლექსი დაახლოებით მეორე კლასში დაწერა. დათუნიამ თქვა, თაფლი მიყვარსო, მაგრამ სკებამდე ვინ მიმიყვანსო. აი ასეთი იყო გულდაწყვეტილი დათუნიას ოცნება. ამ სტრიქონებს მალე სხვა ლექსებიც მოჰყვა, რომელსაც დღეს უკვე ცნობილი პოეტი ღიმილით იხსენებს. ბავშვი ალბათ როგორც ყველა ჩვეულებრივი ბავშვი, ცოტა ცელქიც ვიყავი. მოყვარდა წიგნების კითხვა. პირველი ლექსი დაახლოებით ალბათ პირველ მეორე კლასში დავწერე. მანამდე სანამ სკოლაში მივიდოდი წერა-კითხვა ვიცოდი. და პირველი ლექსი ასეთი იყო. დათუნიამ თქვა, თაფლი მიყვარსო, მაგრამ სკებამდე ვინ მიმიყვანსო. ესეთი გულმანტკენი იყო დათუნია. მე ალბათ იმას პატარა ლექსებიც მოვაყოლე. წყაროზია თამრო პაწა წინა, ვედროს ავსებაში ეხმარება წვიმა. და კიდევ ერთი ასეთიც იყო. სად მიფრინავ ცაში წერო ფრთამაჩუქი ერთი წერო და შემდეგ გავაგრძელე წერა. აი როდესაც დაწერეთ ეს ლექსები, როგორი რეაქცია ჰქონდა თქვენ მშობლებს და რას უყურეთ თქვენ მშობლებს? ჩემი მშობლები, მამაც და დედაც ლიტერატორები იყვნენ ორთავიანი. მამა წერდა თვითონ ლექსებს, მოთხრობებს, პიესებს, რომლებიც იგებოდა გორის თეატრში და არა მხოლოდ გორის თეატრში, საქართველოს სხვა თეატრში დადგმულა. ისე რომ ამ ჩემს წამოწყებას, ამ პირველ ნაბიჯებს დიდი სიხარულით შეხვდნენ და დამილოსეს გზა რომ ეწერა და ინტერესით ჩამიდეს იმაში, მაშინ მაგნიტოფონები და ისინი იშვიათი იყო, მოიტანეს მაგნიტოფონი და აი შენ თუ კიდევ დაწერ ლექსს, ამ ლექსს ჩავიწერ და საკუთარ ხმას მოგასმენებ და ეს ცოტა იმისავით იყო, სტიმულის მომცემი იყო და წამახალისებელი რომ კიდევ წერა გამიაგრძო. ალბათ ამანაც განაპირობა რომ შემდეგში გავაგრძელე კიდევ ლექსების წერა. გიორგი მახარობლიძის მშობლებიც პედაგოგები იყვნენ. მამა საკმაოდ კარგად წერდა ლექსებს, მოთხრობებს, პიესებს, რომლებიც არაერთხელ დადგმულა გორისა და საქართველოს სხვადასხვა თეატრებში. როგორც პოეტი ამბობს, მას ლექსებისა და ჩანახატების წერის ნიჭი მამისაგან გამოჰყვა. გიორგი მახარობლიძის ლექსები ხალხს უყვარს. მისი ლექსებით სიყვარულს უხსნიან, მის ლექსებს უბისწიგნაკით ატარებენ. გულთან ახლოს, რადგან ყველაფერი, რასაც გიორგი წერს და აკეთებს, გულიდან მოდის. იგი ერთნაირად ეიმედება ყველას, ვისაც კი გულწრფელი თანაგრძნობა და სანდო ადამიანის მხარდაჭერა სჭირდება. მის სამუშაო ოთახს მწერალთა კავშირში მეგობრებმა გიოს ოაზისი შეარქვეს. დღისთვის აღარ მოდიან აქ ახლად შექმნილი ლექსების დასაკითხად, მეგობრებთან შესახვედრად თუ პოლიტიკაზე სასაუბროდ. ხანდახან ლიტერატურული კონსულტაციის მისაღებადაც შეივლიან ხოლმე. ეს გიორგი მახარობლიძის სამსახურებრივი მოვალეობა და მიუხედავად დღევანდელი ყოფითი პრობლემებისა, იგი ამ ყველაფერს თავს შესანიშნავად ართმევს. პოეტი ლექსებს მაშინ წერს, როცა ძალიან კარგ ან ძალიან ცუდ განწყობილებაზეა. არ უყვარს, როდესაც დაუმთავრებელ ლექსში ვინმე ჩაიხედება. ძალიან უჭირს თავისი შემოქმედებიდან საყვარელი ლექსის ამორჩევა, თუმცა ჩვენი თხოვნით ამას მაინც ახერხებს. გადაწყვეტილი არ მქონდა, რა თქმა უნდა, ლექსი საერთოდ განწყობილებებისაა და რა განწყობილებაზეც ახარ გიწევს წერა და რაღაც მაძლევ დაიწყობა შინაგანი ენერგია, მიგოდებოდა თუ რომ რაღაცა მაძლევდა სტიმულს, რომ რაღაც სილამაზე შემოქმნა, რაღაცა ყოფილიყო ისეთი, რა თქმა უნდა, ყველა ლექსი ლამაზი არ იყო, მაგრამ
ყოველ შემთხვევაში ნელ-ნელა ვყალიბდებოდი, რომ გამოუკეთესებინა და გამოუმჯობესებინა. ჩემი პროფესიულ არჩევანზე მე თუ ქართული ენა და ლიტერატურის კურსი დავამთავრე. ვფიქრობდი მასწავლებელი გამოსულიყავი, მაგრამ რა თქმა უნდა ლექსის წერის შეწყვეტას არ ვაპირებდი. იყვნენ მეგობრები კიდევ რომლებსაც ჩემი ლექსები უყვარდათ და თხოვდნენ ხოლმე რომ ხელნაწერით ან გადამეწერა, მეცა ჩამეწერა ალბომში თუ ასეთი მაშინ იყო ხოლმე ესეთი სკოლის პერიოდში და იმაშიც ალბომები კეთდებოდა იქ სასიყვარულო რაღაცეები და დღეურები და ასე რომ ბევრი ვთქვათ უცნობ ოჯახში მოხვედრილ ვარ ვთქვათ დაბადებისე ყოფილა თუ რაღაცა ყოფილა უცხო ოჯახში არა უცნობ ადამიანთან რომელსაც უთქვია რომ აი მე თქვენი ლექსი მიწერია და მე ვთქვათ კიდევაც მიკითხია რომ საიდან მოხვედრენ რა თქმა უნდა ახლა ის ლექსები არ იყო იმ დონისა რასაც პოეზია ხია მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც სასიამოვნო იყო ჩემთვის ათრთოლებულმა მოგხვიეთ ხელები და ვშიშობ რომ ტანით ითებში ჩადნება თუ ხვდებით გარიგათ მეჟღანტელებით ასეთი კარგი და ასეთი თავნება არავის არ უთხრათ ეს ჩვენთვის ისე ვთქვათ თქვენთან სიახლოვე იმგვარად მაფეთებს რომ გული მიახლა თვალებშიც მიფეთქავს და ლავასის ხლის აწვება საფეთქლებს საოცრად გიხდებათ ეკაბათ ცისფერი თათუთი მხრებიდან დაბლა რომ ჩაშლილა ჰა თქვენი მკლავები და ჩემი კისერი მიახლა ნამდვილად ამ ვალსის ვალში ვარ ხართ ამბოხებული გაშლილი ზამბახი მაგ ცისფერ კაბიდან აშუქებთ ასე რომ თქვენი დალალები როყაზე მეხება და ვზნობ რომ ამ ქვეყნად სიცოცხლე არსებობს და ცვივა ჰანგები ტვირილი ფანტელები ისერზე მავლია კლავების არშია მომწონხართ მიყვარხართ ეჟრუანტელებით დღეიდან მე უკვე ამ ვალსის ვალში ვარ გიორგი მახარობლიძე მოჯახი 1988 წელს შექმნა. მისი მეუღლეა ქალბატონი ელიკო ნასყიდაშვილი. ისინი 15 წელია რაც ერთად ცხოვრობენ. პოეტი სიამოვნებით იხსენებს იმ დროს, როდესაც მომავალი მეუღლე გაიცნო. გიორგი მუშაობდა გორის რაიონის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში. ჰქონდა ნორჩ შემოქმედთა წრე. ცოტა ხნის გასვლის შემდეგ ქალბატონმა ელიკომაც იქ დაიწყო მუშაობა პედაგოგად. პარალელურად იგი კამოს მუზეუმშიც მუშაობდა. როგორც ბატონი გიორგი იხსენებს, შაბათობით სულ მარტო უხდებოდა ყოფნა სახლში. ამ დროს მისი მომავალი მეუღლე ურეკავდა ხოლმე. შეყვარებული კი მას დუმილზე ცნობდა. ჩემი მეუღლე, მე და ჩემი მეუღლე მუშაობდით ერთად. მისი დამთავრების შემდეგ მე მივედი მოსწავლეთა სასახლეში, რაიონის მოსწავლეთა სასახლეში სამუშაოდ, მოგვიანებით მოვიდა ჩემი მეუღლე. მომავალი მეუღლე. შემდეგ იგი მუშაობდა ასეთი მუზეუმი იყო კამოს მუზეუმი და შაბათ დღეს მარტო იყო ხოლმე თლად ამ მუზეუმში და შემდეგ მირეკავდა ხოლმე ტელეფონზე და ჩუმდებოდა რომ ინიციატივა ჩემგან ყოფილიყო და მე დამერეკა მე ვითომ მას არ დაურეკია და თავს შემახსენებდა დუმილზე ვწევდი ხოლმე ეს სიყვარული ყველას უნდა იმპერიის არ იყოს დუმილზე გიცანიო ასეთი დარეკილი ზარი რომელიც გაჩუმებულა და მე გადამირეკია ხელმეორედ ყოველთვის ადგილზე აღმოჩნდა ასე რომ მეწვიც არ ყოფილა და რა თქმა უნდა იმის შემდეგ გამომიწოდა კიდევაც არ ლექსით არ ამიხსნია ალბათ შეიძლება ლექსის ამიკითხია მაგრამ თვითონ რომ თქვა მის უნდა ყოფილიყო ან რაღაცა ყოფილიყო ალბათ გულით ავხსენი ალბათ თვალებით ავხსენი ალბათ ინტუიციით ავხსენი რომ შეიძლება ადამიანმა არ უთხრას ადამიანს მიყვარხარო მაგრამ თვითონ არ იზნობინოს რომ ეს ასეა ქალბატონი ელიკო ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის მე-12 საშუალო სკოლაში. მეუღლე მისი დახასიათებით საკმაოდ თბილი და ყურადღებიანი ყოფილა, რომელსაც თურმე კარგად ეხერხება ლობიოსა და ხინკლის გაკეთება. ქალბატონი ელიკო დღეს ღიმილით იხსენებს იმ ფაქტს, როდესაც პოეტი ცნობილი რევოლუციონერის კამოს ძეგლის როლში აღმოჩნდა. იგი როგორც ყველა ხელოვანი ადამიანი, ცოტა უცნაურია. მაგრამ მაინც საინტერესოა მასთან ცხოვრება. თავისი უარყოფითი თვისებებითაც საინტერესოა და საკმაოდ ფანტაზიურია. საკმაოდ დიდი იუმორის გრძნობა აქვს, თბილია, მზრუნველია. რა ვიცი, უარყოფითი ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი არ აქვს. თუ გეხმარებათ რამე საქმიანობაში, საოჯახო საქმიანობაში? საოჯახო საქმიანობაში ბავშვების
აღზრდაში რო ვთქვათ, ეხლა ძალიან არ მომხმარებია, მაგრამ ისე უყვარს. საკმაოდ გემრიელი, ხინკალი გამოსდის და ლოფიო. სხვა ისეთი არაფერი. ისეა დაკავებული, რომ სახში თითქმის გვიან ბრუნდება და აღარც აქვს დრო, რომ დაგვეხმაროს. ლასტიშას ედეკოწელით ცნობილი პოეტის მეუღლეობა თქვენთვის რთულია ეს თუ არ როგორ? სასიამოვნოა ალბათ. სასიამოვნოა, უყვარს ხალხს გიორგი. მისი ლექსები მოსწონს საზოგადოება ღებულობს და ჩემთვის ეს სასიამოვნოა, რა თქმა უნდა. მოსწონს მისი ლექსები. როცა წერს ხოლმე, კითხულობ ჩუბას ის ლექსებს. სხვათა შორის არ უყვარს, როცა ვკითხულობ თუ მოვიხელთე დრო, მაშინ შეიძლება წავიკითხო. ისე არა. განსაკუთრებულად რომელი ლექსი მოხდა? რა ვიცი, ყველა ლექსიკალისადმი მიძღვნილი მომწონს მე მაგის. ყველა ლექსი მომწონს, რა ვიცი, განსაკუთრებულად პასუხი ალბათ. საინტერესო როგორ გაიცანით ერთმანეთი და რამე კურიოზული თავგადასავალი გადაგხსენიათ ერთ-ერთად? ჩვენ ერთად მუშაობდით ამჟამინდელ მოსწავლეთა და ახალგაზრდობის სასახლეში, მაშინ პიონერთა და მოსწავლეთა სასახლე ერქვა. და იქ გავიცანით გიორგი დირექტორის მოადგილე იყო, მე წრის ხელმძღვანელი. თანამშრომლების ხელშეწყობით მოხდა ჩვენი ერთად შეუღლება. მე პარალელურად მუშაობდი მუზეუმში. კამოს მუზეუმი იყო მაშინ და გიორგი მოდიოდა ხოლმე, როდესაც ახალი გაცნობილები ვიყავით ერთხელაც ნასვამი მოვიდა ჩემთან და ვთხოვე რომ ხელმძღვანელი ქალბატონი ნათელა აკუპაშვილი იყო ძალიან მკაცრი და არ დაგინახოს მეთქი რომ აქ ახან ზუსტად ამ პერიოდში მოვიდა გიორგი მითხრა კაი ახლა ნუ ნერვიულობ კამოს ძეგლს ავიღებ იქით გადავდგავ და მე დავდგები გავშეშდები ესე იქნება ვერ იგრძნოს ვერ მიხვდესო რომ მე ვარო ესე რომ მშვიდობიანად ჩაიარა კიდე კაი არ შეამოწმა ოთახები. პოეტს ორი შვილი ჰყავს, შოთიკო და მარიამი. შოთიკო მახარობლიძე 6 წლისაა, იგი მეორე კლასელია, ჭიდაობს, ცეკვავს, უყვარს ლექსების წაკითხვა, თუმცა ჯერ მამიკოს დაწერილი ლექსები ზეპირად არ უსწავლია. მარიამი კი 4 წლისაა, საბავშვო ბაღში დადის, უყვარს ცეკვა, სიმღერა და ლექსების წაკითხვა. სერებზე დასეინობე თეთრი ნიშნების ფარები ჩანდაკთეულის ვაგური ეციქით მივეჩქარები სასარი კაპით მოსულა იაფუშაუდარები ენძელაც ამოფეთქილა გაუხელია თვალები ისმის პირეთა გალამა იმათოს ვენაცვალე ყველასათვის ცნობილია, რომ პოეზიას ბავშვური აღტკინება და ბავშვობის შენარჩუნება სჭირდება, პატარა დოზით. ეს ადამიანთა უმრავლესობას არ შეუძლია. სწორედ ამიტომ არიან პოეტების გარკვეული ნაწილი სხვათაგან გამორჩეულები. აი ასეთია დიდი ბავშვი გიორგი მახარობლიძეც. იგი ერთი ალალი წესიერი კაცია, პოეტია სულითა და ცხოვრების წესით. ახალხანს გამოვიდა პოეტის ლექსების კრებული სახელწოდებით პეპლების ფრთებზე. ამ წიგნში შესულია ლექსების ნაწილი. კარგახანია ნაცნობი პოეზიის მოყვარულთათვის. ზოგი ხელნაწერით, ზოგი კი მომღერალ მიშიკო კოშკაძის სიმღერებით. Tut sagrub levi
ჩამსაფრებია მაინც უნეტარე ფაქრობებული ზარღვებით ქვენი ტრფობით რებია დაფეთხავს გული აბორგებული ზარღვებით ქვენი ტრფობით რებია დაფეთხავს გული აბორგებული სასაული ისმის თანგები ათასი ჩიდან მიგალო სადაც მე თქვით მე დამგები თუნდაც კიდე იყოს სალიბიდალო ვიღაცა უგრავს ბორმებიანოს ზესაოცარი შუქი თანათებს და რომ არა Peplebis tevze moxer barates da tu fikrot rom xoloshinia chavi perplebish mat mashinme sigudilis isi ar meshinia tveni dagarva rogors mashinebs guli utsnaur sevdita ჯილბასო ტელემაყურებლებო, ამით ჩვენი გადაცემა დასასრულს მივუახლოვ და ჩვენ ერთ კვირაში კვლავ შევხვდებით ერთმანეთს და ისევ თქვენთვის საინტერესო ნაცნობ სახეს წარმოგიდგენთ ოჯახურ გარემოში. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, კარგად ბრძანდებოდეთ.